მოდიელი, პარასკევსა, მესამესა, შვიდეულისასა, მოთმინებისათვის, განსაცდელთასა და მარხვისათვის. გვაკურთხენ მამაო. ძმანო და მამანო, გუშინ შფოთმან მომიცვნა ჩვენ და დღეს დაწყნარება მან. გუშინ ანდერძისა წერამან და დღეს მყუდროება მან. არამედ კურთხეულარს ღმერთი, რომელმან განსაცდელი იგი განაქარვა და ჩვენ განგვაძლიერნა. უქცეველად დადგრომად მოლოდებასა შინა განსაცდელთასა და შინებათასა. ესე არის ქრისტიანეთა ჭეშმარიტთა სასწაული. ესე არის უტყველთა მონაზონთა საქმე, რათა მარადის მზა იყვნეთ ჭირთა მიმართ სათნოებისათა და რათა არარაი შეერაცხოს უპატიოსნეს მცნებათა ღვთისათა. ხოლო რომელნი იგი მოვიდეს თქვეს რა იგი თქვეს და წარვიდეს. არა უფროს შეგვაშინეს ჩვენ, რაზომ იგინი სირცხულეულ იქნეს, ხოლო თქვენ უფალმან სასყიდელი სრული მოგმადლენინ ამის წილ, რამეთო აღირჩიეთ მისთვის დევნულებაი, რამეთო მდიდარ არის წყალობითა და იცის წადიერებისათვის გვირგვინოსან ყოფაი მნებებელთა კეთილისათა. გარნა განსაცდელი იგი არასრულიად განქარდა, არამედ ჯერეთ გიესხა და ბრძანებანი განივლინებიან ყოვლით კერძოვე მეფეთა მიერ, რათა არავინ დაშთეს მწვალებელთა ზიარებისაგან. ვინაიცა ჯერ არის რათა ვისმინოთ სიტყვა იმოციქულისა, რომელსა იტყვის, ვითარმედ სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მათ მიმართ, შამთა გამოიფრდიდეთ, რამეთო დღენი ბოროტნი არიან. სიტყვაი თქვენი ყოვლადვე მადლითა, ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რათა უწყოდეთ თუ ვითარ გიღირ თითოეულისა მიგებათ. რამეთო ამათ მიერ გვასწავებს ჩვენ, რათა არცა განუმზადებელად, ანუ განუკრძალველად მივცნეთ განსაცდელსა თავნი თვისნი. არცა რათა კვალად სიტყვა დავიდუმოთ, ვით არცა იტყვის, ვითარმედ უკეთო დაიდუმოთ, არასთნავს ესე სულსა ჩემსა. და ამისთვის აქამომდე კმა იყავნ სიტყვაი ჩვენი. ხოლო აჰა ესერა მარხვა წარემართა და შეჰგავს ჩვენდა, რათა შემდგომითი შემდგომად უფროს და უმეტეს ვისწრაფდეთ კაცად კაცადი გულმოდგინებისაებრ და მოსწრაფებისა თვისისა, არა მწუხარებითა და ჭირითა, რამეთო მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა. რაღაცათო კრებულისა კანონი არა შეუნდობს თვითოეულსა სვლად ნებისაებრ თვისისა, არამედ ესე არის ზოგადი საზღვარი მორჩილთა მოღვაწებისა თვისისა ნებისა მოკვეთა. გარნა ფრიად კეთილარს მარხვა, რამეთო დამწყსის ვნებათა და სულსა ხორცთა დაამორჩილებს. კეთილარს ტირილი, რამეთო განბანს და განწმენს გულსა და წარუდგინებს ღმერთსა. კეთილარს ლოცვა, რამეთო ფრთოვან ყოფს გონებასა და თანამზრახველ ღვთისა გამოაჩინებს. კეთილარს სიყვარული, რამეთო ყოვლადვე თავსა თვისა უგულებელ ყოფდეს უმჯობესისათვის მოყვასისა. კეთილარს გულმოდგინება, რამეთო აღას უბუქებს შრომათა და განაახლებს სულსა, ვით არმეღა მოხუცებული მსგავსად ჭაბუკისა განამხნის. აწუკვე მხიარულ ვიქმნეთ და გულს მოდგინე ჟამსა ლოცვისასა. მოუხდეთ მოსწრაფებით ჟამსა შრომისასა. შვრებოდეთ ახოვნებით ჟამსა მყუდროებისასა. დავყუდნეთ წესიერებით ჟამსა ზრახვისასა და ვზრახვიდეთ სიტკბოებით. და რათა მოკლედ ვსთქვა, ყოველივე შვენიერად და წესისამებრ იქმნებოდნენ, ვით არცა ბრძანებულ ვართ, გარეშე ყოვლისა შფოთისა და ამბოხებისა. ეგრეთვე რიცხვი მუხტდრეკისა აღესრულებოდნენ ჩვეულებისამებრ, ფსალმუნებაი სრულ იქმნებოდნენ ძალისაებრ კაცად კაცადისა, დაცვასა თანა სხვისა
მის ყოვლისავე წესიერებისასა და ღმერთმან მშვიდობისამან მიმაწიენ ჩვენ საუფლოსა მას დღესა ქრისტეს აღდგომისასა და ღირსმყვნენი ჩვენ სასუფეველსა ცათასა უცვალებელსა სადა იგი არა არს საჭმელი და სასმელი არამედ სიმართლე და სიხარული სულისა მიერ წმიდისა რომელი მომცა გვიღებიეს მდიდრად ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ